სასამართლო თბილისიმელთან დაკავებულების საქმეების განხილვას იწყებს. ადვოკატების ინფორმაციით დაპატიმრებულია 31 პირი, მათი ნაწილი ნაცემია. რეჟიმის წარმომადგენლები მშვიდობიან დემონსტრანტებს უსწორდებოდნენ არამარტო პოლიციის ავტომობილებში, არამედ იზოლატორებშიც. აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ამ წუთებში კი სასამართლო იმ პირების საქმის განხილვას იწყებს, ვინც სისხლის სამართლის წესითაა დაპატიმრებული. ვთვლად ნიკა საჯაია მოგვიყვება საქალაქოდან. დიახ ლუკა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე არის განხილვა ჩანიშნული. ამ წუთებში კი სასამართლო მსჯელობს დავით ლომიძისა და თემურ ზასოღაშვილის საქმეზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება მოლოტოვის კოქტეილის სროლას რუსთაველზე მიმდინარე აქციების დროს, თუმცა საქმის ადვოკატმა გააკეთა მედიასთან კომენტარი, როგორც ის ამბობს, ამ დრომდე უწყებამ ვერ მოახერხა კონკრეტული უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მათ ბრალეულ ქმედებას დაადასტურებდა. ამავდროულად ის უბრობს რომ არ არსებობს ასევე შესაბამისი ჩანაწერები, თუმცა სხვა დამატებით დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით გვიწევს, რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, საქმის პროკურორს მედიისთვის ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ჩვენი პოზიცია ისაა, რომ არ ვაღიარებთ, რაც არ არის ჩაუდენია ის არ უნდა აღიაროს ადამიანმა და დავაფიქსირებთ დღეს ალბათ პროკურორი იტყვის თავის შესავალს იტყვას, ჩვენც ვიტყვით ჩვენ შესავალს იტყვას და დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, თუ რატომ უნდა გამართლეს აღნიშნული ადამიანი აღნიშნულ ბრალდებაში. ვიდეო კადრებზე როგორც იცით არ არის დანიშნული ექსპერტიზა, აპიდოსკოპიური და ამ ვიდეო ჩანაწერებით ვერ დგინდება, ანუ არ არის იდენტიფიცირებული ვიდეო ჩანაწერებზე ვინის როლა და როგორი სოლა. მტკიცებულებები არის მარტო ორი კერების თანამშრომლის მიერ ამოცნობის სოქმი, რომელსაც ფოტოსურათზე ჩატარებული და ნუ ეხლა რამდენად სარწმუნოა და როგორ არის სარწმუნო ეს მტკიცებულება უკვე სასამართლოში საფასებელია. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 30-ზე მეტი საქმის შემოტანას ელოდებიან დღეს იურისტები, თუმცა არც ერთ მათგანთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელ საათზე ვისი პროცესი გაიმართება. ეს დღევანდელი სასამართლოს სხდომებზე წარდგენილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც 2 დღის წინ დააკავეს თბილისის შემოსასვლელთან, მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმეტესობას ედავება დაუმორჩილებლობას და ადმინისტრაციულ სამართალს დარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს დავა, თუმცა თავის მხრივ იურისტები საუბრობენ, რომ დარღვევა პირიქით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინა, მაშინ როდესაც დაკავებულებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ამის ამსახველი ვიდეო მასალა იგივე მედია საშუალებებში, მათ შორის პირდაპირ ეთერში მოხვდა. ამავდროულად მათ მოინახულეს დაკავებულები როგორც იზოლატორებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში და კონკრეტული დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. ამის გარდა იურისტები მიანიშნებენ, რომ ახლა უკვე მარტივია იდენტიფიცირება იმ ადამიანებისა და კონკრეტული დეპარტამენტისა, რომლებიც უკვე დაკავებულ ადამიანებს უსწორდებოდნენ და მათ უკვე მიმართეს კიდეც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იურისტთა ნაწილი, ვისაც ჩვენ საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გარკვეული თანამდებობის მქონე პირებზე მოხდეს მინიმუმ ასე ვთქვათ უფლებამოსილების შეჩერება, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა გამოძიებაზე. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, როგორც გითხარით, ადვოკატები ამ წუთებში ელოდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში თუ როდის და რომელი მოსამართლე რომელი დაკავებული საქმეს განიხილავს. ჩვენი ორგანიზაცია იცავს დაახლოებით 10 დაკავებულს, მათი დაკავება მოხდა თბილისის მოლოს ტერიტორიაზე. ადამიანები, მოქალაქეები, როდესაც გამოხატავდნენ თავის კონსტიტუციურ უფლებას, მათზე იძალა და პოლიციამ და ძალის გამოყენებით მოახდინა მათი დაკავება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ჩვენ ველოდებით უკვე გავიდა 24 საათიანი ვადა დაკავების, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ გამოიყენეს ის აუცილებელი პირობა, რაც საჭირო იყო 48 საათიანი ვადის გაგრძელებისთვის. ადვოკატებს არ გვაწვდიან ინფორმაციას, არ ვართ არანაირად ინფორმირებულები, როდის მოხდება მათი გადმოყვანა სასამართლოში. იძულებულები ვართ ვიყოთ და დაველოდოთ მათ, როდის გამოიჩენენ ნებას და მოახდენენ დაკავებულების საქმის შემოტანა სასამართლოში. დაკავებულთა უმეტეს ნაწილს აღენიშნება დაზიანებები, ისინი გახდნენ ძალადობის მსხვერპლი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლობა, მათზე იძალათ ეს ხალხის
ტელეფონის თანდასწრებით, კამერების თანდასწრებით არსებობს ამის მამხილებელი ჩანაწერი და ვიდეო საშუალებები და რა თქმა უნდა, ყველა საქმეზე მიმართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, რომ მოხდეს მათი გამოკითხვა, გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და მათთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება. დროებითი მოთავსების izolatorში მოვინახულეთ აქციაზე დაკავებული პირები, დაახლოებით 10 ადამიანი იყო ჩემს მიერ მონახულებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 10-ვე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა, ნაწილ მათგანზე არასათანადო ძალა გამოყენებული იყო მათ შორის საპოლიციო მანქანებში გადაყვანის დროს. ერთდროულად რამდენიმე პირი ყავდათ ავტომანქანაში და მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობაც, მუქარა და გინება მათ მიმართ. მათივე პირზე მე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს ამ პირების გამოკითხვა. მე აუცილებლად მივადევნებ ამ პირების საქმეებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა ის სამწუხარო რეალობა გვაქვს დღეს, როდესაც არც ერთი პირის მიერ, რომელთა ქცევაშიც იკვეთება ძალადობა, დღემდე არ მოხდარა არც ბრალის წარდგენა და არც დაკავება. მე ამ ეტაპზე ვიცავ 3 ადამიანს, აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მარტო მე კი არის სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ყველას თითქმის გაუსწორდნენ, ფიზიკურად და არაადამიანური მოპყრობა იყო, ასევე იყო წამება, რადგან ხელები როდესაც შეკრული ქონდათ, მაშინ ცემდნენ ამ ადამიანებს და ეუნებოდნენ, მაგალითად, რამდენი წლის ხარ და დედას იმდენჯერ აგინებდნენ, რამდენი წლისაც იყო, მაგალითად ეს ადამიანი ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა და დღეს უნდათ რომ ეს ადამიანები გაასამართლონ, ეს ადამიანები უკვე იზოლატორში იყოფებიან თითქმის 48 საათია და არ უშვებენ იზოლატორიდან და ის ადამიანები უნდა გაასამართლონ, ვიც იძალადეს, მაგალითად ის მოძალადე ხარება, დღეს რომელიც ისევ ასრულებს სამსახური მოვალეობას და ისევ დაგეშილია, რომ ცემოს სხვადასხვა მოქალაქეები, თავისუფალი ადამიანები, რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ესენი არიან უკანონო დაკავებულები 173 მუხლით, რომელიც არის პოლიტიკური მუხლი და არავით არის სამართალთან კავშირი არ აქვს ამ მუხლს. მაყურებელს შევახსენებ, რომ 2 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 ადამიანი დააკავა, არც ერთი მათგანი დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით არ არის, ყველა მათგანს ძალოვანი უწყება ედავება ადმინისტრაციული წესის დარღვევას. 48 საათიანი ვადა დღეს საღამოს იწურება, შესაბამისად 18 საათამდე უნდა შემოვიდეს უკვე საქმეები სასამართლოში და დღესვე უნდა დაიწყოს თითოეული პირის საქმის განხილვა მოსამართლედ.